ვითარება დაგხვდათ იქ რამდენად დიდია მოცვა, რომ გითხრათ. უპირველეს ყოვლისა ძალიან მძიმე სურათია, რა თქმა უნდა, წარმოვიდგინოთ, ეს არის დაახლოებით 50 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც სრულად არის დაფარული 3-5 მეტრი ქვაღორღით. მათ შორის ამ ტერიტორიაზე ჩანს კიდევაც, რომ არის ყინულის ლოდები, რომელიც მოიტანა მეწყერმა და ფაქტობრივად ის ტერიტორია, რომელშიც იყო სხვადასხვა შენობები და რომელსაც ჩვენ შოვად ვიცნობთ, ამ სახით აღარ არსებობს. არის მთლიანად დაფარული მიწით და ამ კადრებშიც ხედავს ამას ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ რა თქმა უნდა რთული მდგომარეობა, მათ შორის მის გათვალისწინებით, რომ ეს ქვაღორღის მასა არის ჯერ კიდევ სველი და რბილი, არის ფაქტობრივად როგორც ლაფი და შიგნით სიარული არის შეუძლებელი. და ამიტომაც ტექნიკის მეშვეობით ხდება გზების მიყვანა სხვადასხვა კერამდე და მინდა მადლობა გადავხადო უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ხედავ ჩვენ ტექნიკა როგორ მუშაობს და ფაქტობრივად შეუძლებელს აკეთებენ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად იმისთვის რომ გზასთან ერთად ხიდიც მოეწყოს და იმ საბოლოო ჯამში იმისთვის რომ მაშველებმა შეძლონ სრული მასშტაბით მისვლა სხვადასხვა კერასთან. ბოლო მონაცემით მე როცა გამოდიოდი მე-12 გარდაცვლილი იქნა ამოყვანილი და ეს არის გარკვეული ერთი კერა, სადაც როგორც ჩანს მიტანილი არის ნაწილი ტერიტორიისა, სადაც რამდენიმე, მათ შორის გუშინაც რამდენიმე გარდაცვლილი ამოიყვანეს და იქ ინტენსიურად მიდის ამ მხრივ მუშაობა. მინდა ამ მხრივ ამ შესაძლებლობითაც ვისარგებლო და რამდენიმე მნიშვნელოვან დეზინფორმაციაზე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რითაც ქონდა საუბარი, სამწუხაროდ არ წყდება და ახლა ვნახეთ კიდევ ერთხელ სატელიტის ფოტოსურათი იყო დადებული კოტეჯების, თითქოს ეს რაღაც დარღვევით აშენებული კოტეჯებია, ამის წინამდე იბრძოდა მოსახლეობა და ამის ბრალი არის. ეს ფოტოსურათი და ეს კოტეჯები არის, ვინც ეს დადო არ ერკვევა საერთოდ რაჭა რა არის და შოვი რა არის და ბავშვობა არ გაუტარებია ალბათ არასდროს რაჭაში. ეს კოტეჯები იქ არის 70-იანი 80-იანი წლებიდან, ძველი კოტეჯები არის და ამ კოტეჯების პატრონს მათ შორის დაკარგული ყავს თავისი ოჯახის რამდენიმე წევრი. ამიტომ ამ თემებით სპეკულირება თითქოს ეს რაღაც იყოს, არის უბრალოდ ძალიან ცუდი ამ მდგომარეობაში. კიდევ ერთხელ და ამ რამდენიმე დეზინფორმაცია. პირველი, თითქოს კალაპოტი იქნა შეცვლილი ახლახანს ან უახლოეს პერიოდში. 60-იან წლებში არის ეს კალაპოტი შეცვლილი, როდესაც კურორტის შოვი იკეთდებოდა და არაფერი არ შეცვლა ამ კალაპოტში მას შემდეგ. ეს კალაპოტი თუნდაც ისე ყოფილიყო როგორც იყო, ამ მასას მაინც ის რა თქმა უნდა ვერ გაიტანდა. მეორე, თითქოს 2 დღე გუბდებოდა წყალი და თითქოს ბუბასწყალში დაკლებული იყო, ან საერთოდ დაწყდაო, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა კიდევაც, რომ დაწყვეტილი იყო 2 დღის განმავლობაში წყალი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, სენსორები აყენია მდინარე ჭანჭახზე, რომელიც რამდენიმე მეტრით ქვემოთ ხიდზე გლოლის გასასვლელში, სენსორებიც კი ადასტურებენ, რომ არანაირი ცვლილება არ ყოფილა წყლის დონეში. იმის გათვალისწინებით, რომ ბუბასწყალი არის ჭანჭახის შენაკადი. ამიტომ ესეც ტყუილი არის. მესამე ტყუილი შეეხებოდა ასევე თითქოს არსებობს 2021 წლის ანალიზი გარემოსდაცვის აგენტოს, რომ თითქოს ამ ხეობას აქვს საფრთხე და ესეც არის ტყუილი, ეხება აბსოლუტურად სხვა ხეობას, რომელიც არის ქვემოთ უფრო განთავსებული და სამწუხარო ესეც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ეს ტყუილი დათესა და სხვამ აიტაცეს და არც უნდათ რომ უარყონ და კიდევ ერთხელ მიმართავ რომ თავად უარყონ ეს ტყუილი. და სხვა ასეთი ბევრი რამდენიმე ტყუილი, მათ შორის იმის საბოლოო ჯამში იმით დამთავრებული, რომ რამდენიმე ცდილობა ვნახე აქციისა, რომ შევაგროვოთ წყალი, საკვები, პლედები, არაფერი არ არის საჭირო, ყველაფერი უზრუნველყოფილია და მინდა ამიტომ განსაკუთრებული მადლობა გადავხადო ასევე ჯანდაცვის სამინისტროს და წითელ ჯვარს, რომლებიც აქ არიან, მუშაობენ და უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ის ოჯახის წევრები, ვინც ეძებენ თავისიანებს ყველაფრით, არამედ ყველა, ვინც აქ მუშაობს, მათ შორის ყველა, ვინც აქ ტრიალებს, უზრუნველყოფილი არის საკვებითაც, წყლითაც, მათ შორის ოჯახის წევრებს შესაძლოა აქვთ არიან დაბინავებული, ასე რომ არანაირი საჭიროება არ არის. მინდა მადლობა გადავხადო ჩვენს მაშველებს და ქართულ ჯარს, რომლებიც აი იმ კატასტროფულ ვითარებაში რაც იქ არის ტალახში და ძალიან მძიმე ვითარებაში მუშაობენ. მინდა ასევე მადლობა გადავხადო თავად შტაბის ხელმძღვანელს ბატონ
პაპუნა მარგველიძეს, რომელიც ამ საკითხებს ორგანიზებას უწევს, მათ შორის იმისთვის, რომ მოსახლეობასთან იყოს სწორი კომუნიკაცია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა თათბირის დროს ყველა ის საკითხები, რომელიც საჭირო იყო განიხილა და დასახა, დღეს სწორედ ამ გეგმით მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტროც. სამი სხვადასხვა გზა გაკეთდება, ასე რომ ყველაფერი აი ამ გეგმის მიხედვით მიდის. დიდი მადლობა ბატონო.